ოკუპირებულ აფხაზეთში გამწვავებული პოლიტიკურ კრიმინალური დაძაბულობა პიკს აღწევს. სოხუმში საპროტესტო აქცია გუშინ დილით დაიწყო და სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა ხაჯიმბას ეგრეთ წოდებულ რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს. შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს. გავრცელებული ინფორმაციით შენახული იარაღი გაიტაცეს. იყო ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაც, არიან დაშავებულებიც. ოპოზიციის მომხრეები ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. მოსახლეობისა და ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეშფოთებულმა საოკუპაციო რეჟიმმა ეგრეთ წოდებული საკასაციო სასამართლოს სხდომა დანიშნა და იგი ალხას კვიცინიას საჩივარს განიხილავს, რომელიც ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას გულისხმობს. ბოლო ინფორმაციით სასამართლო დარბაზში ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება უკვე მოხდა. ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესებს ოპოზიციის ლიდერი ასლან მჟანია ხელმძღვანელობს, რომელიც მის მომხრეებთან ერთად ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება და აუცილებელია ხელახალი არჩევნები. ეს ის მჟანია, რომელიც ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხაჯიმბას ერთადერთ რეალურ ოპონენტად მოიაზრებოდა. მხოლოდ ამ მიზეზით იგი ხაჯიმბას რეჟიმმა და კრემლმა მისი დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს. ასლან მჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა მისი კანდიდატურა მოეხსნა. ამის შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო კანდიდატად ალხას კვიცინია დაასახელა, რომელმაც სულ მცირედი სხვაობით წააგო კრემლის ფავორიტ რაულ ხაჯიმბასთან. ოკუპირებულ სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კოშმარული პოლიტიკური სიტუაციაა და შექმნილ ვითარებაში დეპუტატებს ჩართვისკენ მოუწოდა. ეგრეთ წოდებულმა საკანონმდებლო ორგანომაც არ დააყოვნა და მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მარიონეტ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. თვითმარქვია პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ დადგენილება აფხაზეთში არსებულ ვითარებას გაამწვავებს, ამიტომაც ოპოზიციას მოლაპარაკებას თავაზობს. დღეს დილით კი კრემლის ფავორიტმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფხაზური მედია უკვე ღიად საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია და აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობა ბეწვზე კიდია. ექსპერტები კი თვითმარქვია პრეზიდენტის გარემოცვას აკრიტიკებენ და მის დაცვის წევრებს არაერთ კრიმინალურ საქმეს უკავშირებენ. მათ შორის არის ერთი თვის წინ სოხუმის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა, რა დროსაც ორი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მოკლეს. ბოლო მონაცემებით ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებისა და ოპოზიციის მომხრეების რიცხვი იზრდება. ისინი დაშლას არაპირებენ, სანამ ხაჯიმბა თანამდებობას არ დატოვებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეშფოთებულმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციის განმუხტვის მიზნით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე კრემლის ემისარი რაშიდ ნურგალიევი მოავლინეს. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას ოკუპირებულ აფხაზეთში და მოვლენათა განვითარების შესახებ ახალ ინფორმაციას მოგაწვდით.